გამარჯობა. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა მოვახსენო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ნახა ჩემი ვიდეოები, გამოიწერა ჩემი არხი, დასვა ლაიკები და რა თქმა უნდა, დამიწერა კომენტარები და სწორედ თქვენი კომენტარების და კითხვების გამო წერ ახლა ამ ვიდეოს. და თუ სადღაც რაღაცა გამორჩება, თხოვთ მომწეროთ და მე კიდევ ერთხელ რაღაც მომენტში ჩავწერ მსგავს ვიდეოს. ბევრი მეკითხება თუ რა კომპეტენცია მაქვს, როდესაც რაღაც საკითხებზე ვსაუბრობ. მე არასდროს ვეხები ხოლმე ისეთ საკითხებს, რომლებშიც მე რაღაც გათვითცნობიერებული არ ვარ. მე გახლავართ ბიოლოგი, დამთავრებული მაქვს ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი, გახლავართ პროფესიით ზოოლოგი და შემდეგ მუშაობდი პალეონტოლოგიაში, ანუ მე მაქვს ესეთი გეოლოგიურ-ბიოლოგიური ცოდნა. პარალელურად მე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდი ძალიან ცნობილ ორგანიზაციაში, ეს გახლავთ გარემოს დაცვის მსოფლიო ფონდი, რომელმაც ჩამოაყალიბა საქართველოში ეროვნული პარკები და დღეს ის დაცული ტერიტორიები, რომლებიც არის საქართველოში, ეს არის სწორედ ამ ფონდის და იმ გრანტების დამსახურება, რომლებიც საზღვარგარეთიდან, კერძოდ გერმანიიდან მოდიოდა. წლების განმავლობაში მე ვკითხულობდი ლექციებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ღრმა ახალგაზრდობაში ვიყავი ბიოლოგიის მასწავლებელი სკოლაში, პარალელურად იმისა, რომ მუშაობდი პალეობიოლოგიის ინსტიტუტში, ანუ ინსტიტუტში, რომელიც შეისწავლიდა ნამარხ ცხოველებს. მიღებული მაქვს ძალიან ბევრ ექსპედიციაში მონაწილეობა, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, ძალიან ეგზოტიკურ ადგილებში და ოდესმე შეიძლება მე ამის შესახებ მოგიყვეთ კიდეც. კიდევ ერთ თემაზე მინდა გავამახვილო ყურადღება. ძალიან ხშირად ჩვენ გადმოგვაქვს YouTube-ზე კომენტარებში ჩვენი Facebook-ური ტერმინოლოგია. ჩემი ვიდეოები არ ეხება არც პოლიტიკას, არც სხვა ისეთ საკითხებს, რომლებზედაც ღირდეს ერთმანეთის შეურაცხყოფა, ვიქონიოთ ერთმანეთისადმი პატივისცემა, თუ რაღაც საკამათოა და ვიკამათოთ, რა თქმა უნდა, მაგრამ ზრდილობის ფარგლებში და ნუ გადავლახავთ იმ ზღვარს, რომელიც ჩვენ უკვე ადამიანის სახეს გვაკარგინებს. ბევრი კითხვა დაისვა, კერძოდ ბოლო ვიდეოს შესახებ, რომელიც ეხებოდა, თუ ინმეს არ გინახავთ, აუცილებლად ნახეთ, შავ ზღვაში დაგროვებულ გოგი წყალბადის გაზს. უნდა მოგახსენოთ, რომ შავ ზღვაში არა მხოლოდ გოგი წყალბადია, აი ამ ქვედა ფენაში, არამედ მასში არის მეთანიც. შელფზე შავი ზღვის, ანუ სანაპიროდან სიღრმეში. საკმაოდ დიდი საბადოები არის გაზის აღმოჩენილი, რომლებსაც ინტენსიურად ამუშავებენ თურქები, რუმინელები, ბულგარელები და ეს ერთ-ერთი ისეთი პერსპექტიული რეგიონი არის გაზის მოპოვების თვალსაზრისით. ბუნებრივი აირიც, ისევე როგორც აშორი ესი, ანუ გოგი წყალბადი, არის ორგანული ნივთიერებების შლის შედეგად გამოყოფილი გაზი. ყველა ეს საწვავი, ნავთობი, ქვანახშირი, ნახშირი, ბუნებრივი აირი, ეს არის მილიონობით წლების წინ დედამიწაზე მაცხოვრებელი მცენარეების სხვადასხვა პირობებში დაშლის და შემდეგ უკვე განამარხების პროდუქტი. ამიტომ ეს ყველა რესურსი ამოწურვადია, რა თქმა უნდა, ამიტომ ადამიანები ეძებენ ალტერნატიულ ენერგიებს და დასავლეთის ქვეყნებში, კერძოდ ევროპაში, კერძოდ გერმანიაში ძალიან არის განვითარებული ეს ალტერნატიული ენერგიები. ძალიან ბევრი ადამიანი მეკითხება, როგორ შეიძლება აი წყალში არსებული გაზის გამოყენება, თქვა ენერგეტიკის გასავითარებლად. მოგახსენებთ, რომ დღევანდელი დათვლით 9 მილიარდი ტონა ეს საწვავი არის შავი ზღვის ქვედა ფენებში. არის ძალიან ბევრი პროექტი, ზოგიერთი ძალიან ფანტასტიკურია, ზოგიერთს აქვს პერსპექტივა, რომ მომავალში განვითარდეს და სხვათა შორის საქართველოს, რუმინეთს და ბულგარეთს ხელი აქვს მოწერილი და თუ არ ვცდები, გრანტიც აქვს აღებული 2012 წელს, სწორედ ამ ალტერნატიული ენერგიის დასამუშავებლად და ახალი ტექნოლოგიების შესამუშავებლად. აქედან ჯერჯერობით არაფერი გამოსულა, მაგრამ
მე ვიმედოვნებ, რომ უკვე ისეთი სისწრაფით ვითარდება ტექნოლოგიები, რომ ალბათ ის დღეც არ არის შორს, როდესაც ჩვენ ამ გაზის გამოყენებას შევძლებთ. წყალბადი გახლავთ დღეს ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული საწვავი, მოგეხსენებათ, ის მიღება წყლიდანაც შეიძლება, მაგრამ წყლიდან მისი ელექტროლიზით მიღება ძალიან ძვირი ჯდება და ამიტომ ვარაუდობენ, რომ სწორედ გოგირდ წყალბადიდან მიღებული წყალბადი გაცილებით იაფი იქნება. პლუს აქვე შეგვიძლია ჩვენ გოგირდის გამოყენებაც, რომელიც ძალიან ბევრ ტექნოლოგიურ პროცესში მონაწილეობს. ახლა აფეთქდება თუ არა შავი ზღვა. ბევრი კითხვა არის ამასთან დაკავშირებითაც. რა თქმა უნდა, ჩემს მიერ დადებული ვიდეო სათაური ცოტა პროვოკაციული იყო. შავი ზღვა არ აფეთქდება ყოველ შემთხვევაში ახლო მომავალში. ზოგიერთმა დაწერა, რომ 2040 წლისთვის აფეთქდება, საიდან ასეთი ინფორმაცია მე არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით ამის საშიშროება არ არსებობს. არსებობს ერთადერთი იმის ვარიანტი, რომ იმდენად რამდენად ჩვენ სეისმურ ზონაში ვართ, შეიძლება მოხდეს თქვა მძლავრი მიწისძვრა, რომელმაც გამოიწვიოს შიდა და ზედა ფენების არევა და სწორედ აი იმ საწობის მოხსნა, რომელიც დღეს შავ ზღვას იცავს ამოფრქვევისგან, ეს შესაძლებელია, მაგრამ ამას ექნება მაინც ალბათ ლოკალური ხასიათი. რაც შეეხება წყლიდან მავნე აირების გაჟონვას. ასეთი ფაქტი მოხდა, ეს გახლდათ კამერუნში 1986 წელს. აქ არსებობს ტბა ნიოსი, რომლის ქვემოთაც არის პატარა ზომის მოქმედი ვულკანი. ზუსტად ანალოგიურად როგორც შავ ზღვაში, ვულკანიდან გამოყოფილი ნახშირორჟანგი, ანუ CO2, აი სწორედ ეს ნახშირორჟანგი გროვდებოდა ამ ტბის ქვემოთ და მცირე მიწისძვრა მოხდა წყლის ფენების არევა, გამოიყო ეს ნახშირორჟანგი ატმოსფეროში და რადგან იგი მძიმე გაზია, იგი დაწვა როგორც ზედ ტბაზე, ასევე ტბის სანაპიროზეც გაიშალა. აქ ცხოვრობდა რამდენიმე ათასი ადამიანი და სამწუხაროდ ეს ამბავი მოხდა ღამის საათებში, როდესაც ხალხს ეძინა და ძალიან დიდმა რაოდენობამ ადამიანებისა ვერ გაიღვიძა უბრალოდ, იმიტომ რომ ისინი გაიგუდნენ ამ გაზით. დაახლოებით მაშინ 2000-მდე ადამიანი დაიღუპა. ეს ესეთი უნიკალური შემთხვევებია, ტრაგედია, მაგრამ ძალიან იშვიათი. მაგრამ რა თქმა უნდა, ადამიანი მზად უნდა იყოს ყველაფრისთვის. ძალიან ბევრი კითხვა იყო შხამიან გველებთან დაკავშირებით, თუმცა შეიძლება შრატის ყიდვა სამწუხაროდ საქართველოში დღეს შეუძლებელია. მე მოგახსენებთ, რომ გარდა გიურზის ნაკბენისა, ჩვენთან დანარჩენი შხამიანი გველების ნაკბენები არც ისე საშიშია. აი, როდის გაგიგიათ, თქვათ, ბოლოს, როდესაც თქვათ, გველის ნაკბენით ადამიანი გარდაცვლილა. ძალიან იშვიათია. მანქანის ავარიები, სხვადასხვა მედიკამენტებით თუ ქიმიური ნივთიერებით მოწამვლები, თქვათ, ბუნებრივი კატასტროფები კი რამდენიც გინდათ, მაგრამ გველის ნაკბენით ალბათ 5-6 წელიწადში 1-2 შემთხვევა თუ ვიცით, რომ ადამიანი დაღუპულა. ამიტომ ძალიან შეგვეშინდება ამ ფაქტის, როგორც წესი დღეს არის ალტერნატიული მკურნალობის მეთოდები გარდა შრატისა და პარალელურად უნდა გითხრათ, რომ შრატი არც თუ ისე უსაფრთხოა. ანუ ასე რომ თქვენ ჯიბეში ჩაიდოთ და სადაც წახვიდეთ და გველმა გიკმინოთ და შრატი გაიგეთოთ, ასე არ ხდება. ჯერ ერთი შრატს სჭირდება სპეციალური შენახვის პირობები და ეს არის მაცივარი. მაცივრი თქვენ ბუნებაში ვერ ივლით. მეორე, თუ თქვენ არ ხართ დარწმუნებული, რომ ნამდვილად შხამიანმა გველმა გიკმინათ და ნამდვილად იმ სახეობამ, რომელიც შეიძლება არ აღმოჩნდეს ის სახეობა და გაიკეთოთ შრატი, შეიძლება სწორედ შრატმა მოკლათ. ამიტომ ძალიანაც კარგია, მე ვფიქრობ, რომ დღეს ხელმიუწვდომელია ასეთი შრატი ჩვეულებრივი ადამიანისთვის. თუმცა ისეთ რეგიონებში, როგორც არის თქვა კახეთი, ასეთი შრატი მაინც უნდა იყოს საავადმყოფოებში. ახლო მომავალში ჩვენ გვექნება საუბარი თქვენი თხოვნით ასევე და მე მქონდა ისედაც ეს ჩაფიქრებული სპეციალისტებთან სხვადასხვა დარგის, კერძოდ მე შემდეგ კვირას უკვე ჩავწერ ძალიან საინტერესო ინტერვიუს ჩემს მეგობართან, ცნობილ არქეოლოგთან, პროფესორთან ნიკოლოზ
თუშაბრამიშვილთან და მასთან მე მექნება ორი ჩანაწერი, კერძოდ ერთი შეეხება წყალქვეშა არქეოლოგიას, შავი ზღვის კერძოდ, აქ აღმოჩენილ ძალიან საინტერესო არტეფაქტებს. ასევე ნიკასთან მე მექნება საუბარი და ნიკა გახლავთ ამ დარგის უბადლო სპეციალისტი, იგი აღიარებულია როგორც საქართველოში, ასევე ევროპაში, პრეისტორიული ადამიანის განსახლება საქართველოში, თუ სად ბინადრობდნენ, რით იკვებებოდნენ, რა წესჩვეულებებს ასრულებდნენ, დიახ, პრეისტორიული ადამიანები, ნეანდერტალელები კერძოდ, რითი ერთობოდნენ და საერთოდ რა გარემოში ცხოვრობდნენ ისინი და როგორ გადარჩნენ, რა კავშირი ჰქონდათ მათ თანამედროვე ადამიანებთან და რატომ გაქრნენ ისინი 25,000 წლის წინ უეცრად. ამიტომ მე გთხოვთ, რომ ვისაც გამოწერილი არ გაქვთ ჩემი არხი, აუცილებლად გამოიწეროთ, რათა არ გამოგჩეთ ეს ორი ძალიან საინტერესო საუბარი. დასვათ ლაიქები, რა თქმა უნდა, და დამიკომენტაროთ და დამისვათ კითხვები, რომლებზეც მე შემდეგ აუცილებლად გაგცემთ პასუხს. დღეს კი ამით გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.